ამ პატარა ვიდეოთი მინდა გამოვეხმაურო 7 მარტის დებატებს იმას თუ როგორ манипуლირებს კობახიძე გარკვეული მონაცემებით ეკონომიკასთან დაკავშირებით. ეკონომიკაზე საუბარი მან დაიწყო ასე. რაც ხება ეკონომიკას, პატარა ასე ვთქვათ, ფურცელი ამობეჭდა. Გითხრა რომ თავად ამობეჭდა ფურცელი, რითიც ირიბად მიგვანიშნა რომ თვითონ ეძებს მონაცემებს, ირჩევს რა არგუმენტი წამოიღოს დებატებზე, რომ მისი კომპეტენცია ეკონომიკაში არის მაღალი. რა იყო თვალშისაცემი აი მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანის მიერ ამობეჭდილ ფურცელზე? პირველი ეს იყო საფრანგეთის დროშა, რომელიც უკუღმა ეხატა. მეორე ეს იყო წლები 2012 და 2026. ანუ 2026 წლის 7 მარტს წლის დასაწყისში 2026 წლის მონაცემები ისე იყო მოყვანილი, თითქოს ეს უკვე შემდგარი ფაქტი იყო. მაგრამ მოდით გავანებოთ თავი ამ უზუსტობებს და გადავიდეთ იმაზე თუ როგორ ანვითარებს ის ლოგიკას. აქ არის წარმოდგენილი მონაცემები, რაც ასახავს ეკონომიკის მდგომარეობას. აქ არის მოცემული საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ფულის ყიდულობითი უნარის გათვალისწინებით. ანუ ეს არის ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი, რაც ასახავს სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, როგორია საშუალო მდგომარეობა. რა არის საინტერესო, ნახეთ, ეს სხვაობა მცირდება. აქ არის მოცემული 2026 წლის მონაცემები და 2012 წლის მონაცემები. 4.5 იყო, 4.5 მაგიას, თქვათ, იყო სხვაობა გერმანიასთან. ანუ 4.5 ჯერ გვისწრებდა 2012 წელს და ეს სხვაობა არის შემცირებული რადიკალურად. საფრანგეთთან 4 მაგი იყო სხვაობა და 2 მაგია სხვაობა მხოლოდ საქართველოსა და საფრანგეთს შორის. საბერძნეთთან სხვაობა იყო 2.5 და შემცირებულია 40%-მდე. თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ ტყუილია თითქოს ეს მაჩვენებელი ყველაზე ზუსტად ასახავს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და გავყვეთ კობახიძის ლოგიკას. რას აკეთებს კობახიძე? 2012 წლის გერმანიისა და საქართველოს მონაცემებს ერთმანეთზე ყოფს, შემდეგ 2026 წლის მონაცემებს გერმანიისა და საქართველოს ერთმანეთზე ყოფს და ამბობ განაყოფი შემცირდა, ესე იგი სხვაობაც შემცირდა. სინამდვილეში ეს არის ტყუილი, რომელიც იმავე ფურცელზე ნათლად ჩანს, რომ თუ 2012 წლის მონაცემებს ერთმანეთს გამოვაკლებთ გერმანიის და საქართველოს, მივიღებთ რომ სხვაობა არის 37,000 დაახლოებით, ხოლო 2026 წელს სხვაობა არის 42,000 დაახლოებით, ხო? ანუ 5,000-ით ეს დაშორება გერმანიასთან ამ მაჩვენებლის მიხედვით გაიზარდა. იგივე არის საფრანგეთის შემთხვევაში, იგივე არის საბერძნეთის შემთხვევაში. ანუ შეფარდების შემცირება არ ნიშნავს დაშორების შემცირებას. დაშორება სამივე ქვეყანასთან გაიზარდა. თუ სოფლიო ბანკის მონაცემებს ავიღებთ 2012-დან 2024 წლამდე რეალურ მონაცემებს და არა 2026 წლის გაურკვეველ მონაცემს, ხო? ამ მონაცემების მიხედვით გერმანიის, საფრანგეთის და საბერძნეთის ამ მაჩვენებლის ზრდის ტემპი მაღალია ვიდრე საქართველოს. ანუ წლების შემდეგ დაშორება, სხვაობა ამ სამ ქვეყანასთან კიდევ უფრო გაიზრდება. უბრალოდ კობახიძე манипуლაციური მეთოდებით ცდილობს დაგვიმტკიცოს ის, რაც რეალურად არ ხდება. რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება ის შეცდომები, უზუსტობები თუ ტყუილები, რაც კობახიძემ ამ დებატების დროს თქვა, მაგრამ ძალიან რო არ გაგრძელდეს ჩვენი ვიდეო, მოდით დღეს ამაზე გავჩერდეთ.